კვირაში ერთხელ მე გიგი გულედანი უმაცმინძლებ ქართულ მწერლებსა და პუბლიცისტებს, რომლებიც წაიკითხავენ მათი შერჩეული ამერიკელი ავტორის ერთ მოთხრობას და ისაუბრებენ მის შესახებ. რადიო პოდკასტში ამერიკული მოთხრობა. დღეს ამერიკული მოთხრობის 26 ეპიზოდში თქვენ მოისმენთ უილიამ ფოლკნერის მოთხრობას ვარდი ემილისთვის, რომელიც თარგმნა ზაზა ჭილაძემ. მოთხრობა 2004 წელს მცირე შედევრის სერიის ფარგლებში დაბეჭდა გამომცემლობა დიოგენემ. როცა მის ემილი გრირსონი გარდაიცვალა, დასაფლავებაზე მთელი ჩვენი ქალაქი მოვიდა. კაცებს, ასე ვთქვათ, დამხობილი მონუმენტისადმი მოგზალებული პატივისცემა ამოძრავებდათ. ქალებს კი ძირითადად ცნობის მოყვარეობის ჟინი. უნდოდათ შიგნიდანაც ენახათ ის სახლი, სადაც მოხუცის ზანგი მსახურის, ერთდროულად მებაღისა და მზარეულის მეც, ეს ბოლო 10 წელიწადი აღარავის შეედგა ფეხი. დღევანდელი ეპიზოდისთვის უილიამ ფოლკნერის ვარდი ემილისთვის შეარჩია სცენარისტმა და მწერალმა კოტე ჯანდიერმა. კოტე ჯანდიერის წიგნმა კონკიას ღამე, რომელიც დიოგენემ გამოსცა, 2010 წელს გაიმარჯვა საბას ლიტერატურული პრემიის საუკეთესო პროზაული კრებულის კატეგორიაში. კოტე ჯანდიერის პროზა თარგმნილია ინგლისურ, ესპანურ, შვედურ და გერმანულ ენებზე. ავტორის წიგნი გლობალიზაცია 2018 წელს წარადგინეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში. გამარჯობა კოტე. გამარჯობა. ვარდი ემილისთვის ფოლკნერის ერთ-ერთი ხშირად ციტირებული და ანთოლოგიზებული მოთხრობა, რომლის შრეების გაშლას ამ გადაცემაში ვეცდებით, მაგრამ პირველ რიგში საინტერესოა რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ მოთხრობის წაკითხვა? არც პირველად რო წავიკითხე ეს მოთხრობა, გარეგნული სიმარტივის მიუხედავად ძალიან მარტივი რაღაც ხდება, ხო? დიახ. ქალს უყვარს ვიღაც კაცი, წამლავს და მასთან ერთად ცხოვრობს მე მთელი დარჩენილი ცხოვრება, ვიდრე დადგება მისი გარდაცვალების ჟამი. მაგრამ ასეთ პატარა მოთხრობაში და მithumetes ასე არც თუ ისე რომ ვთქვათ მიმზიდველ სიუჟეტში თუ შეიძლება ამდენი პლასტის ჩადება, ეს პლასტები არის წმინდა ლიტერატურული, არის ისტორიული, არის ამერიკისთვის სპეციფიური ძალიან და თვითონ დაწერილი არის არაჩვეულებრივად საინტერესოდ. განსაკუთრებით საინტერესო არის მთხრობელი ვინ არის და სიუჟეტური დროის აცდენა რეალურ დროსთან. მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი არის სწორედ დროსთან დამოკიდებულება. ამ კაცის და ეს დრო არის მთავარი რაც იწვევს მთელ ამ კოლიზიებს. დროსთან ჭიდილი. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ სამხრეთ შტატებში არსებული ცხოვრების წესი დაიმსხვრა. ჩრდილოეთმა გაიმარჯვა, სამხრეთი დამარცხდა. ძალიან ბევრი კულტუროლოგის აზრით ეს იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი ადმინისტრაციული, ყველანაირი გამარჯვება ჩრდილოეთის გარდა ერთისა. კულტურულად გაიმარჯვა მაინც სამხრეთმა. და აი ამ სამხრეთული უკვე დაღუპული კულტურის არ ვიტყვი ნოსტალგიით, ტკივილით, არის სავსე ეს მოთხრობა. იმდენად რომ სულიად საწინააღმდეგო აზრები არსებობს საერთოდ ფოლკნერზე და ამ მოთხრობაზე კერძოდ. აი ესეთი წამიკითხავს, რომ კიდევ კარგიო, რომ ფოლკნერისო ამ პირქუშს სამხრეთულ საშინელებასო დააღწია თავი ამერიკამ და მან გამითარების სულ სხვა გეზი და გზა ერჩევა. ეს შრეები ფსიქოლოგიურიც რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის მოყვარულთათვისაც არის აქ საზრდო. მამის ხატი, რომელიც თავში ჩნდება მამის პორტრეტი, რომელიც დომინირებს ბოლოშიაც და მთელი ცხოვრება მისი დომინაცია წინ დგას ფეხები გაჩაჭყული, უკან ემილი და ეს ოიდიპოსის კომპლექსი შეიძლება ვიღაცამ დაინახოს. მოდით მოვისმინოთ მოთხრობა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. კონუსმენთ რადიო პოდკასტს ამერიკული მოთხრობა. პროექტის რეგიონული პარტნიორები არიან რადიო მარნეული, ინოცმინდის სათემო რადიო ნორი,
ახალციხის რადიო სამხრეთის კარიბჭე და ქუთაისის რადიო ძველი ქალაქი. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. უილიამ ფოლკნერი ვარდი ემილისათვის. როცა მის ემილი გრირსონი გარდაიცვალა, დასაფლავებაზე მთელი ჩვენი ქალაქი მოვიდა. კაცებს, ასე ვთქვათ, დამხობილი მონუმენტისადმი მოგზაურებული პატივისცემა ამოძრავებდათ. ქალებს კი ძირითადად ცნობის მოყვარეობის ჟინი. უნდოდათ შიგნიდანაც ენახათ ის სახლი, სადაც მოხუცის ზანგი მსახურის, ერთდროულად მებაღისა და მზარეულის მეც, ეს ბოლო 10 წელიწადი აღარავის შეედგა ფეხი. დიდი, სწორკუთხა, მთლიანი მორებისაგან შეკრული, ოდესღაც თეთრი, გასული საუკუნის 70-იანი წლების მძიმე და თან ქარაფშუტული მოდის მიხედვით, გუმბათებით, შპილებითა და ჩუქურთმიანი აივნებით გაწყობილი სახლი, თავის დროზე ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ და საჩინო ქუჩაზე იდგა. თუმცა მერე თანდათანობით მიხაურობა გარაჟებმა და ბამბის გადამამუშავებელმა ფაბრიკებმა დაიპყრეს. ძველი სახლობა შეავიწროვეს და ბოლოს სულაც დავიწყების მტვერი მიაყარეს ერთდროს დიაცსა და შარავანდედით მოსილ სახლებს. გარდასული დიდების ნაშთად მხოლოდ მის ემილის პობაგამჯდარი სახლი გადარჩა. მაინც ჯიუტად რომ ყელყელაობდა ბამბი დატვირთული ფორნებით, საბარგო მანქანებით, ბენზინის საქაჩი ტუმბოებითა თუ სხვა მრავალი სიმახინჯით გარშემორტყმული და თავადაც კიდევ ერთ სიმახენჯად ქცეული. და აი უკვე მის ემილიც გასდგომოდა უკანასკნელ გზას. უკვე ისიც უნდა შეერთებოდა იმ დიადი, შარავანდით მოსილი სახელების მატარებლებს, ვინც კარგახანია განისვენებდა კედრების ჩრდილქვეშ ქალაქის სასაფლაოზე, ჩეფერსონის ბრძოლაში დაღუპული ჩრდილოელი თუ კონფედერატი უცნობი ჯარისკაცების საფლავთა შორის. სიცოცხლეში მის ემილი ჩვენთვის ტრადიციას, მოვალეობას, საყოველთაო მზრუნველობის საგანს განასახიერებდა. მასზე ზრუნვა მთელ ქალაქს თითქოს და ერთგვარ მემკვიდრეობით ვალდებულებად გადაექცა ჯერ კიდევ მამამისის გარდაცვალებიდან. უფრო სწორად 1894 წლის იმ დღიდან, როცა პოლკოვნიკმა სარტორისმა, მაშინდელმა მერმა, ვისი განკარგულებითაც ზანგ ქალებს ქუჩაში უწინსაფროდ გამოსვლა აეგზალათ, ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლა იგი ყველა გადასახადისაგან. მის ემილი, რა თქმა უნდა, ცოცხალი თავით არავისგან არანაირ მოწყალებას არ მიიღებდა და ამიტომ პოლკოვნიკ სარტორისაც რაღაც უთავბოლოს ზღაპრის მოყოლა მოუხდა. თითქოს მის ემილის მამას ქალაქისთვის დიდი თანხა ესესხებინა, ხოლო ქალაქი ცხადია მხოლოდ საქმიანი მოსაზრებებიდან გამომდინარე ვარის დაფარვას სწორედ ასე და ამნაირად ამჯობინებდა. მსგავს მიზეს მარტო პოლკოვნიკ სარტორისის თაობისა და წყობის კაცი თუ მოიფიქრებდა. დაჯერებით კი მარტო ქალი თუ დაიჯერებდა. მერე როცა მერებად და თვითმმართველობის წევრებად ახალი, უფრო თანამედროვე იდეებით გამსჭვალული თაობის ხალხი მოვიდა, ხსენებული გადაწყვეტილების მართებულობაც საეჭვო გახდა. ამიტომ ერთხელაც სწორედ წლის დასაწყისში ქალაქის ახალმა ხელმძღვანელობამ მის ემილის საგადასახადო უწყება გაუგზავნა ფოსტით. თებერვალით მიიწურა, პასუხი კი იგვიანებდა. ცოტა ხანში უკვე ოფიციალური თხოვნა აახლეს, როცა მოგეხერხებათ იქნებ შერიფის ოფისში შემოიაროთო. ერთი კვირის თავზე პირადად მერმაც მისწერა, გნებავთ მე თვითონ გესტუმრებით, გნებავთ მანქანას გამოგიგზავნითო და პასუხად არქაულ ფურცელზე გაკრული წვრილი ხელით წყალწყალა მელნით ნაწერი ბარათი მიიღო. ბოლო დროს შინიდან საერთოდ აღარ გამოვდივარო. ბარათს ყოველგვარი კომენტარის გარეშე საგადასახადო უწყებაც თან ახლდა. ამან თვითმმართველობის საბჭოს საგანგებო შეკრება გამოიწვია. მერე კი მის ემილის უკვე მთელი დეპუტაციაც მიადგა. საკმაო ხანს მოუწიათ ლოდინი იმ ზღურბთან, რომელზეც მას შემდეგ აღარ გადაებიჯებინა უცხოს, რაც ამ დეპუტაციის სტუმრობამდე დაახლოებით 8 თუ 10 წლით ადრე მის ემილი მოწაფეები დაითხოვა და ფაიფურზე ხატვის გაკვეთილებსაც ბოლო მოეღო.
ბებერმა ზანგმა მსახურმა როგორც იქნა საშველი დააყენა, კარი გამოაღო და მისულებს ჩაბნელებულ ხოლში შეუძღვა, საიდანაც კიბე ადიოდა და სადღაც კიდევ უფრო მუქ წყდიათში იკარგებოდა ზემოთ. სახლში მტვრისა და კვდომის სუნი იდგა, ჩახუთული, ნესტიანი. ზანგმა სტუმრები მძიმე, მასიური ტყავგადაფარებული ავეჯით გაწყობილ სასტუმრო ოთახში გაიყვანა. როცა ერთ-ერთ ფანჯარაზე სქელი ფარდა გადაიწია, გამოჩნდა როგორ ერთიანად დამსკდარიყო და დაცხავებულიყო ავეჯზე გადაკრული ტყავი, ხოლო როცა სტუმრები დასხდნენ, სავარძლებში გამჯდარი საუკუნოვანი მტვერი ზანტად ზლაზვნით დაიძრა ჭერისკენ და ოთახში შემოღწეული მზის ერთადერთ სხივში დაბზრიალდა. ბუხრის წინ გამჭვარტულ ოქროსფერ ვარაყიან მოლბერძზე მისის ემილის მამის პორტრეტი იდო, ფანქრით ნახატი. მერეოცებ ყველანი ისევ წამოიშალენ, რადგან ოთახში დიასახლისით შემოვიდა. დაბალი, ტანსრული, შაოსანი ქალი, გულზე წვრილი ოქროს ძეწკვი ეკიდა. წელზე ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და ჩაშავებულ ოქროს ბუნიკიან შავი ხის ხელჯოხს ეყრდნობოდა. ბუნებით ძვალწვრილი, უფრო შეშუპებული ჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივად მსუქანი. უძრავ წყალში დიდხანს ნამყოფი გვამივით დასიებულს ფერის მკვტრისა ედო. ქონის ნაკეცებში ჩამჯდარი თვალები ცომის გუნდაში ჩატენილ ნახშირის ორ ნატეხს მიუგავდა. და ამ თვალებს რიგრიგობით ჯიუტად უშტერება და დაუპატეჟებულ სტუმრებს, ვიდრე ისინი თავიანთ მისიას დაასრულებდნენ. სკამი არ შეუთავაზებია მათთვის. თვითონაც უძრავად იდგა კარებში და მშვიდად უსმენდა დეპუტაციის თავკაცს, რომელმაც წვალები და ბორციკ-ბორციკით რის ვაივაგლახით მოაბა სათქმელს თავი. უეცრად ოთახში ოქროს გრძელ ძეწგვზე ჩამოკიდებული უჩინარი საათის წიკ-წიკი გაისმა. ხრინწიანი ცივი ხმა ჰქონდა ქალს. მე ჯეფერსონში გადასახადებს არ ვიხდი. პოლკოვნიკმა სარტორისტმა ყველაფერი ამიხსნა. თუ რომელიმე თქვენგანს ქალაქის არქივზე ხელი მიგიწვდებათ, ჩაიხედეთ და ნახეთ. უკვე ვნახეთ, მის ემილი. ჩვენ ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ვართ. ხომ მიიღეთ შერიფის ხელმოწერილი ბარათი. რაღაც ქაღალდი კი მომიტანეს. თქვა მის ემილი. შეიძლება ვიღაც თავს მართლად თulis შერიფად, მაგრამ მოკლედ ჯეფერსონში მე არაფერს ვიხდი. იცით, საბუთებით ეს არანაირად არ დასტურდება, ჩვენ კი ნახეთ პოლკოვნიკი სარტორისი, სხვანაირად როგორ აგიხსნათ? კი, მაგრამ მის ემილი, პოლკოვნიკ სარტორისს ელაპარაკეთ. პოლკოვნიკი კი იმ დროს უკვე 10 წლის მკვდარი იყო. მე ჯეფერსონში გადასახადებისგან თავისუფალი ვარ. ტოპ, ოთახში ზანგი მსახური შემოვიდა. კარამდე მიაცილე ბატონები. აი ასე მოიპოვა სრული და ულაპარაკო გამარჯვება. ერთხელ კიდევ ოღონდ ამჯერად უკვე იმათი შვილები დაამარცხა, ვისაც 30 წლის წინ სუნთან დაკავშირებით მოუგო ბრძოლა. მაშინ 2 წელი იყო გასული მამამისის სიკვდილიდან და სულ ახალი მიტოვებული ჰყავდა შეყვარებულს. სწორედ იმან მიატოვა მოულოდნელად, ვისი იმედიც ჰქონდა, ეს მაინც უეჭველად შეირთავსო. მამის სიკვდილის შემდეგ იშვიათად თუ გამოდიოდა შინიდან, ხოლო შეყვარებულმაც რომ მიატოვა, უკვე თითქმის საერთოდ ვეღარც ხედავდით ხოლმე. ჩვენი ქალაქის რამდენიმე პატივცემული ქალბატონი, არ ვიცი წინ დაუხედაობის, არ ვიცი მეტისმეტი გამბედაობის გამო, მის ემილის შინეწვია. მაგრამ ამაო დაშვნენ, კარი არავინ გაუღო. მოკლედ გრირსონების კარმიდამოს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მხოლოდ ზანგ მსახურს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს თუ მოკრავდით ხანდახან თვალს, ან საყიდლებზე მიდიოდა ხოლმე კლავზე კალათ წამოცმული, ან და ნავაჭრით ბრუნდებოდა უკან. რა კაცის საქმეა სამზარეულოში ტრიალიო, აღშფოთებას ვერ მალავდნენ ჩვენი ქალაქელი ქალბატონები და ალბათ ამიტომ სუნის გაჩენაც აღარ გაჰკვირვებიათ. ეტყობა ეს სუნიც იმ ჯაჭვის კიდევ ერთ შემადგენელ რგოლად მიიჩნიეს, რომლითაც უხამსი მიწიერი სამყარო და გოროზი ბრწყინვალე გრირსონები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ქალაქის მერს 80 წლის მოხუც მოსამართლე სტივენს
პირველად გრირსონების მეზობელი ქალი მოადგა საჩივლელად. კი მაგრამ ჩვენგან რაღაც მოითხოვთ, ქალბატონო, კითხა მერმა. რას მოვითხოვდა მიუგზავნეთ ვინმე, მიხედოს თავის სახლკარს. თქვენს ხელში არაა კანონი? დარწმუნებული ვარ, არავის მიგზავნა არაა საჭირო, თქვა მერმა. ალბათ იმ ზანგმა მოკლა ეზოში გველიან ვირთხა. დავიბარებ და დაველაპარაკები. მეორე დღეს ორი სხვა მომჩივანიც გამოჩნდა. ერთ-ერთ მათგანს მამაკაც აშკარად ეუხერხულებოდა ამ თემაზე საუბარი. ბატონო მოსამართლე, ნამდვილად უნდა ვიღონოთ რამე. მის ემილის შეწუხებას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ ასე გულხელდაკრეფილი ყოფნაც არ შეიძლება. იმავე საღამოს ქალაქის თვითმმართველობა შეიკრიბა. 3 თეწველა მოხუცი და ერთით შედარებით ახალგაზრდა კაცი. ყველაფერი ძალიან მარტივია, განაცხადა ამ უკანასკნელმა. შევუთვალოთ, ეზო დაასუფთავეთქო. მივცეთ რაღაც განსაზღვრული დრო და თუ არ გააკეთებს, მოიცა. თუ ღმერთი გწამს, ვერ მოითმინა მოსამართლე სტივენმა. რას გვთავაზობ, პირში მივახალოთ ლედის ცუდი სუნი გდისო? მოკლედ მეორე დღეს, უფრო სწორად კი ნაშუა ღამებს, 4 კაცმა უხმაუროდ გადაირბინა მდელო მის ემილის სახლის წინ და ქურდულად ფეხაკრებით შემოუარა გარშემო მთელ სახლს. თან აგურის ფუნდამენტსა და სარდაფის სარკმლებს ყნოსავდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მხარზე გადაკიდებულ აბგარში ჩაიყო ხელი, მუჭით რაღაცა მოიღო და თითქოს მთესველიაო ირგვლივ მიმოაბნია. მერე სარდაფის კარით შეაღეს და იქ კირი დაყარეს. იგივე გაიმეორეს ეზოში მდგომ ყველა სათავსოშიაც. როცა უკან ბრუნდებოდნენ, მანამდე ჩაბნელებულ ფანჯარაში შუქი აინთო და სავარძელში მჯდომი მის ემილის სილუეტი გამოჩნდა. შუქი ზურგიდან ეცემოდა და გახევებული უძრავი ტორსი წარმართულ კერპს მიუგავდა. კაცებმა ისევ უხმაუროდ ფეხაკრებით გადმოჭრეს მდელო და ქუჩაში ჩარიგებულ აკაციების ჩრდილში შეიმალნენ. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ სუნიც გაქრა. აი სწორედ მაშინ შეგვეცოდა გულით მის ემილი. ჩვენ ქალაქში ჯერ კიდევ ბევრს ახსოვდა, თლათ როგორ გადაცდა ჭკუიდან სიბერეში პაპი და მისი, ლედი უაიეთი და ეჭვიც არ ეპარებოდათ. ამ გრირსონებს იმაზე მეტად მოაქვთ თავი, ვიდრე რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ. ალბათ არც ცდებოდნენ, რადგან ეს ბევრი რამით დასტურდებოდა. თუნდაც ის რა ადგილს მის ემილი არავის რომ მართლიდა ქმრობის ღირსად. საერთოდ მთელ ქალაქს დიდი ხნის მანძილზე თითქოს ერთი და იგივე სურათი ედგა თვალწინ. ღია კარის ჩარჩოში ორნიდან. წინ ქალიშვილისკენ ზურგშექცეული, ფეხებ გაჩაჩხული, გოროზი, შოლტ ჩაბღუჯული მისტერ გრირსონი. უკან კი სიღრმეში მის ემილის თხელი კაფანდარა თეთრად მოსილი ფიგურა ილანდებოდა. ისე გახდა 30-ისა, საბედო ვერა და ვერ შეარჩია. დაცინვით, რა თქმა უნდა, გულშიაც არ დაგვიცინია, ოღონდ სულო ცოდვილო და ახიაო კი ვფიქრობდით ხოლმე. გვარში სიგიჟეთ, მაგრამ რამდენი თხოვნელი გამოუჩნდებოდა, თუ კი მართლა გამოუჩნდებოდა, ყველასთვის ერთნაირად არ უნდა აებზუებინა ცხვირი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ გამოირკვა სახლის მეტი თურმე არაფერი დაუტოვებია ქალიშვილისთვის. და ამ ამბავმა გარკვეული თვალსაზრისით გაგვახარა კიდეც. ვიფიქრეთ, ეხლა კი გვაცდის და მოთმინებითაც აიტანს ჩვენგან თანაგზნობის გამომჟღავნებასო. ჩვენი თვალსაზრისით მარტო და თანაც უარაფროდ დარჩენილი თითქოს უფრო უნდა გაადამიანურებულიყო. თითქოს იმასაც უნდა გადაზდებოდა ჩვენგან ყოველი ცენტის დაკარგვით გამოწვეული სიმწარისა და ყოველი ცენტის დაზოგვით გამოწვეული პატარა სიხარულის განცდის უნარი. მისტერ გრირსონის გარდაცვალების მეორე დღესვე ჩვენი ქალბატონები ერთიანად დაირაზმნენ, რათა წესისამებრ მიესამძიმრებინათ და დახმარებად შეეთავაზებინათ ჭირის უფლისთვის. მის ემილი კართან შეეგება მისულებს, ჩვეულებრივად ეცვა. წუხარების არავითარი კვალი არ ეტყობოდა სახეზე. მამა ჩემი არ მომკვდარაო, უთხრა ქალებს. ღვთლებიც მივიდნენ, ექიმებიც, ნება დაგვხვდე მიცვალებული ქრისტიანულად დავასაფლავოთო. ის კი იმავეს იმეორებდა კიდევ 3 დღის განმავლობაში.
უკვე კანონისა და ძალის გამოყენებასაც აპირებდნენ, მაგრამ უცებ თვითონვე მოტყდა და მიცვალებულით საჩქაროდ მიაბარეს მიწას. მაშინ ჯერ კიდევ არ ვამბობდით გიჟიაო. უბრალოდ სხვა გზა არ იყო და ვცდილობდით გაგვეგო მისთვის. გვახსოვდა რამდენი ყმაწველი კაცი გააბრუნა მამამისმა უკან პირში ჩალაგამოვლებული და აღარც გვიკვირდა ბედის ანაბარა ეულად დარჩენილი ისევ თავის გამოუბედურებელს, ისევ თავის გამაბეჭავებელს რომ მისტიროდა. რას იზამ? ეთყობა ასეა ადამიანი მოწყობილი. კარგა ხანსია ავატყობ. როცა ისევ ვნახეთ, თმა მოკლედ ქონდა შეკრეჭილი. პატარა გოგოსაც გავდა და ცოტათი ეკლესიის ფერაჩუშებზე დახატულ ანგელოზსაც, თან ტრაგიკულიც იყო და თან მშვიდიც. იმხანად მუნიციპალიტეტმა ტროტუარების გაკეთება გადაწყვიტა და სწორედ იმ ზაფხულს, როცა მის სემილის მამა გარდაიცვალა, ქუჩებში მუშაობა გახურდა. კონტრაქტით მოწვეული სამშენებლო კომპანია დიდი ამბით ჩამოვიდა, ზანგი მუშებიანად, ჯორებიანად, ხელსაწყო იარაღებიანად. სამუშაოთა მწარმოებელი იანკი იყო, ვინმე ჰომერ ბერონი, შავგვრემანი, თვალმარღი, ბრგე, დაუდგრომელი და უაღრესად ხმაურიანი ვინმე. ბიჭბუჭობა ჯგროდ დასდევდა უკან, ძალიან მოსწონდათ, რაპირით ლანძღავდა და თათხავდა ზანგ მუშებს. ისინი კი ვითომც აქ არაფერიაო, რაღაც თავისას ზანგურს მღეროდნენ, რათან სიმღერის ტაქტში წერაქვებს იქნებდნენ. უცბად გაიცნო მთელი ქალაქი. სადაც არ უნდა ამტყდარიყო ხმაური და სიცილ ხორხორცის შეჯგუფული ხალხის შუაგულში აუცილებლად ჰომერ ბერონს მოჰკრავდით თვალს. მალე მის ემილისთან ერთად ხედავდით ხოლმე. კვირაობით საღამოხანს ქალაქის ქუჩებში დასეირნობდნენ ნაქირავები ყვითელბორბლებიანი ფაეტონით, რომელშიც ერთმანეთის ალი-კვალი ორი ერთნაირი წაბლა ცხენი იყო შებმული. თავიდან გაგუხარდა, მის ემილის რაღაც გასართობი გამოუჩდაო. ჩვენი ქალბატონები ხომ ჯიუტად ამტკიცებდნენ. გრირსონების შთამომავალი ჩრდილოელზე, მით უფრო ვიღაც დაქირავებულ მუშაზე სერიოზულად არაფერს იფიქრებსო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ძირითადად ასაკოვანი ხალხი, ვისი აზრითაც ჭეშმარიტი მანდილოსნისათვის მწუხარებასაც კი არ უნდა დაევიწყებინა ნობილეს ობლაიჩ. მართალია, თავად ამ გამოთქმას არავინ ხმარობდა, მაგრამ განწყობა დაახლოებით ამგვარი გახლდათ. მოკლედ, ბევრს აღელვებდა ემილის ბედიყვალი. ბევრს ეწოდებოდა საწყალი ემილი და ზოგიერთები მისი ნათესავების საჩქაროდ ჩამოყვანასაც კი მოითხოვდნენ. ალაბამაში ყავდა ბიძაშვილები, მაგრამ მამამისმა დიდი ხნის წინ გაწყვიტა მათთან ყოველგვარი ურთიერთობა. როგორც ამბობდნენ, ცხონებული ლედი უაიეთის, აი იმ გიჟი პაპიდის დანატოვარი ქონების გამო მოსვლოდათ უთანხმოება ნათესავებს და მას მერე ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებდათ. ალაბამელები მისტერ გრირსონის დასაფლავებაზეც კი არ ჩამოსულან. არადა დასდა თუ არა ვიღაცას ხმამაღლა საწყალი ემილიო, მაშინვე ყველა ერთხმად ალაპარაკდა და ათასნაირი ჭორიც აგორდა. მართალია, ვითომ, მართალია, ჩურჩულებდნენ ტუჩებზე ხელაფარებულები. რა თქმა უნდა, აბა სხვა რა უნდა იყოს. ქალებს ცნობის წადილი ჰკლავდათ, განსაკუთრებით კვირაობით, მარაოების ქნებითა და გახამებული აბრეშუმის კაბების შარიშურით მიეჭრებოდნენ ხოლმე. ფარდად ჩამოფარებულ ფანჯრებს და ქურდულად ადევნებდნენ თვალს ყვითელ ბორბლებიან ფაეტონს, სანამ წაბლა ცხენები ფლოქვების გამოზომილი ერთნაირი ბაკუნით ჩაათავებდნენ ქუჩას. საწყალი ემილი. იმას კი თავი ძველებურად მაღლა ეჭირა. მაშინაც როცა მისი დაცემა აღარავისათვის წარმოადგენდა საიდუმოს. თითქოს ახლა უწინდელზე უფრო მეტადაც მოითხოვდა მისი როგორც გრირსონთა უკანასკნელი შთამომავლის ღირსების პატივისცემას, თითქოს უკიდურესი მიწიერების ეს ერთი შტრიხი აკლდა ამ მიუწვდომელი სიმაღლის საყოველთაოდ აღიარებას. სხვათა შორის, მაშინაც ასე ეჭირა თავი, როცა თაგვის წამალი იყიდა. ერთი წლის თავზე იმ დღიდან, რაც ქალაქში საწყალი ემილიო დაიწყეს ლაპარაკი. მასთან უკვე ორი ალაბამელი ბიძაშვილი სტუმრობდა. საწავლავი მინდა უთხრა აფთიაქარს.
იმ დროს 30-ს გადაცილებული იყო, ჯერ ისევ თხელი და კაფანდარა, ჩვეულებრივზე გამხდარი ჩანდა. ქედმაღლობა შავ თვალებზეც ეტყობოდა. ყვრიმალებსა და თვალის ბუდეებზე კანი ლამის დასკვნებამდე გადასჭიმოდა და რაღაცით შუქურის მეთვალ ყურეს მიუგავდა სახე. საწამლავი მინდა გაიმეორა ისევ. დიახ, მისემილი, მაინც რომელი? ალბათ ვირთხებისთვის, არა, მე მგონი საუკეთესო. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? აფთიაქარმა მაინც დაუსახელა რამდენიმე. სპილოსაც კი გაათავეს, მაგრამ თქვენ ალბათ დარიშხანი, თქვა მისემილი. ვარგა? ვარგა, დარიშხანი, რა თქმა უნდა, ოღონდ იყოს დარიშხანი. აფთიაქარი ზემოდან დაჰყურებდა. მისემილიმ თვალი გაუსწორა. წელგამართული იდგა, სახე აფრიალებულ დროშას მიუგავდა. დიახ, რა საკვირველია. აფორიაქთა აფთიაქარი. თუ კი ასე გსურთ, ოღონდ კანონის თანახმად უნდა გვიბრძანოთ, რა მიზნით აპირებთ? მის ემილი უსიტყვოდ ასკეროდა. თავი უკან გადაეგდო, კაცისთვის თვალი თვალში გაეყარა. ბოლოს აფთიაქარმა მზერა მოარიდა, საწყობში გავიდა, თაროდან დარიშხანი ჩამოიღო და ქაღალდში გაახვია. საწყობიდან თვითონ აღარ გამობრუნებულა, პაკეტი ზანგის ბიჭმა გამოუტანა მის ემილის. როცა შინ მისულმა პაკეტი გახსნა, ყუდზე თავის ქალასა და გადაჯვარედინებულ სულების ქვეშ ვირთხებისთვისო ეწერა. უეჭველად თავს მოიკლავსო, გაიძახო და მეორე დღეს მთელი ქალაქი. და ალბათ ვერც გავამტყუნებდით, რადგან ჩვენც ეს მიგვაჩნდა საუკეთესო გამოსავლად. როცა ჰომერ ბერონთან ერთად დავინახეთ ქუჩაში, ჯერ თქვით, უთუოდ ცოლად გაყვებაო. მერე აი ნახავთ, თუ არ მოიყვანს ემბიჩ ჭკუაზეო. ჰომერს მაკაცებში დროსტარება უყვარდა და ერთხელ კლუბში ბიჭებისთვის უთქვამს, მე საცოლო კაცი ნაღდად არა ვარო. უფრო მოგვიანებით კი ყველა მერთხმა დავიჩემეთ. საწყალი ემილი და საწყალი ემილი. ეს უკვე მაშინ, როცა ფარდების უკან მიყურჟულები ვადევნებდით ხოლმე თვალს, როგორ სეირნობდნენ კვირაობით, მზეზე არბრჭყვიალებული ფაეტონით, ამაყად თავ აწეული მის ემილი და დარდიმანდულად გვერდზე ქუდმოგდებული, პირში სიგარა გაჩრილი ჰომერ ბერონი. ცალ ყვითელ თათმანიან ხელში ერთად რომ ეჭირა სადავეცა და მათრახიც. მერე და მერე ზოგიერთმა ქალბატონმა იმაზეც ჩამოაგდო სიტყვა, ეს ყველაფერი ქალაქის შეურაცხყოფა და ახალგაზრდობისთვის ძალიან ცუდი მაგალითიაო. კაცებს ჩარევა არ უნდოდათ, მაგრამ ბოლოს ქალებმა მაინც აიძულეს ბაპტისტი მღვდელი. მის ემილის და მისული იყო და დალაპარაკებოდა. გრირსონები ეპისკოპალურ ეკლესიას ეკუთვნოდნენ. მღვდელი მივიდა და დაელაპარაკა, ოღონდ ამ თვითონ რა უთხრა მის ემილის, ან და მის ემილიმ რა უპასუხა, არას დიდებით არ გაგვიმხილა და ხელმეორედ მისვლაზეც ჯიუტად ამბობდა უარს. ფაეტონით სეირნობა კი მომდევნო კვირა დღესაც გაგრძელდა, ხოლო ორშაბათს ამჯერად მღვდლის ცოლმა მის ემილის ალაბამელ ნათესავებს მისწერა წერილი. ასე და ამგვარად გრირსონების ჭერქვეშ ერთხელ კიდევ დაბინავდნენ მზრუნველი ნათესავები და ჩვენც მოთმინებით დავიწყეთ ლოდინი, როგორ გამithარდებოდა მოვლენები. თავიდან არც არაფერი მომხდარა. ის კი არა, ცოტა ხანში თითქმის საბოლოოდ ვირწმუნეთ, ჯვრის წელით რომ დამთავრდებოდა საქმე. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი, მის ემილი ოქრომ ჭედელთან მისულა და მამაკაცის ტუალეტისთვის ვერცხლის ნივთები შეუკვეთია. ყოველ მათგანზე მისი მომავალი მეუღლის ინიციალები H და B უნდა ყოფილიყო თურმე ამოტვიფრული. თუმცა ეგ რა, უკვე კაცის ტანსაცმლის მთელი კომპლექტიც ქონია შეკვეთილი, ღამის პერანგის ჩათვლით და სრულიად ბუნებრივად დავასკვნენით. ესენი ეტყობა დაქორწინებულან კიდეცო. მართლა გოლით გაგვიხარდა ყველას. გაგვიხარდებოდა, აბა რა იქნებოდა, როცა მისი ორი ბიძაშვილი, ალაბამელი ქალბატონები, ისეთი გრირსონები გამოდგნენ, რომ მისის ემილის იმათან ფეხი არ ჩაუვიდოდა. ამიტომ, როცა ჰომერ ბერონი ქალაქიდან გაემგზავრა, კომპანიის სამუშაო უკვე მომთავრებული ჰქონდა. არ გაგვკვირვებია. მართალია გვეწყინა, გვინდოდა ნეფე პატარძალის საჯაროდ და საზეიმოდ გაგვეცილებინა, მაგრამ ცუდს გული ნამდვილად არაფერს გვიგრძნობდა. თავს ვინ უგეშებდით? მარტო ალბათ იმიტომ წავიდა, უნდა მისის ემილის
ჩასვლამდე წინასწარ დაიჭიროს თადარიგიო. სხვათა შორის არც იმას გამოურიცხავდით, სანამ ემილი ბიძაშვილებთან ურთიერთობას გაარკვევს და რამენაირად თავიდანაც მოიშორებს, ქალები საქმეში ჩარებას დროებით გაცლა ამჯობინაო. ათესავებს შორის უკვე ფარული ომი მძვინვარებდა და ჩვენც მთელი ქალაქი მის ემილის მოკავშირეებად ვიქეცით ალაბამელთა წინააღმდეგ. ერთ კვირაში ბიძაშვილებმა მართლაც აიკრეს გუდანაბადი და როგორც მთელი ამ ხნის მანძილზე ველოდით, 3 დღეში ჰომერ ბერონიც დაბრუნდა. ერთმა მეზობელმა დაინახა, როგორ გაუღო უკვე შებინდებულზე ზანგმა მსახურმა სამზარეულოს კარი. თუმცა ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ მისთვის თვალი აღარ მოგვიკრავს. არც მისთვის და კარგახანს აღარც მის ემილისათვის. მარტო ზანგ მსახურს ხედავდით ხოლმე, როგორ დაათრევდა თავის კალათას აქეთ-იქით. სახლის სადარბაზო შესასვლელი კი დიდხანს ჩარაზული რჩებოდა. ხანდახან წამე თუ გაგხდებოდა ფანჯარაში მის ემილის სილუეტი. როგორც მაშინ, კირი რომ დაუყარეს ეზოში, მაგრამ შინიდან მთელი 6 თვე აღარ გამოუდგამს ფეხი. მერე მივხვდით, თურმე არც ეს უნდა გაკვირვებოდა, თურმე ესეც მოსალოდნელი იყო. ეთყობა იმ სიშმაგეს და ქედმაღლობას, რაც მამამისაც მოსდგამდა ბუნებით და რამაც მისი ქალური ცხოვრება ამდენჯერ დააზარალა, ასე იულად ვერ დაჯაბნიდა. როცა ისე ვნახეთ, უკვე სიმსუქნე შეჰპარბოდა და ჭაღარაც გამორეოდა თმაში. მერე კიდევ რამდენიმე წელიწადი ჭაღარა უფრო ემატებოდა, სანამ თმა ერთიანად ფერფლისფერი არ გაუხდა. როცა მიიცვალა 74 წლისა იყო და მაშინაც ასეთი ტყვიესავით მბზინავი თმა ჰქონდა. ხანში შესულ, მაგრამ ენერგიულ, საქმიან მამაკაცს უფრო რომ შეჰფერის ისეთი. სახლის სადარბაზო შესასვლელი თითქმის აღარც გაღებულა, თუ კი რა თქმა უნდა იმ 6 წლიან თუ 7 წლიან მონაკვეთს არ ჩავთვლით, როცა მის ემილი პატარა გოგოებს ფაიფურზე აკვარელით ხატვის გაკვეთილებს უტარებდა. მაშინ უკვე 40 იყო მიტანებული. გაკვეთილებისთვის ქვედა სართულის ერთი ოთახი გადააკეთა სტუდიად. ამ გაკვეთილებზე კი პოლკოვნიკ სარტოლისის თაობის ხალხი აგზავნიდა თავიანთ ქალიშვილებსა თუ შვილიშვილებს. ისინიც ისეთივე რეგულარობითა და იმგვარივე განწყობით დადიოდნენ მის ემილისთან, როგორც საკვირაო სკოლაში. და არც უფროსების მიცემული შესაწირავი 25 ცენტის მიტანა ავიწყდებოდათ. სწორედ მაშინ იყო გადასახადებისაგან რო გაათავისუფლეს. მერე ქალაქის პატრონებად და აზრის გამომხატველებად ახალი თაობის წარმომადგენლები იქცნენ. მოწაფეებიც დაიზარდნენ, დაოჯახდნენ და საღებავების ყუთებით, პაცია ფუნჯებითა და ქალთა ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათებით ხელდამშვენებული თავიანთი შვილები აღარც გაუშვეს ხატვის გაკვეთილებზე. უკანასკნელმა მოწაფემაც რომ მიიხურა კარი, დიასახლისის სიცოცხლეში ის კარი აღარ გაღებულა. როცა ქალაქში ფოსტის უფასოდ ჩამორიგება შემოიღეს წესად, მხოლოდ მის ემილიმ არ მიამაგრებინა თავისი სახლის კარებზე რკინის ნომრები და საფოსტო ყუთი. ამ საკითხზე სიტყვის გაგონებაც არ ინდომა. იმის ზანგი მსახურიც ჩვენ თვალწინ ჭაღარავდებოდა ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად, უფრო და უფრო იხრებოდა წელშიც, თუმცა საყიდლებზე მაინც ძველებურად დადიოდა თავის მარადიულ კალათიანად. ყოველი წლის დეკემბერში ისევ ჯიუტად ვუგზავნიდით მის ემილის საგადასახადო უწყებას და ისიც ცხადია ხელუხლებელი ერთ კვირაში ფოსტითვე გვიბრუნდებოდა უკან. დროდადრო ქვედა სართულის რომელსამე ფანჯარაში თავადას დავლანდავდით ხოლმე. ამ მართლაც ქვისაგან გამოკვეთილ და ნიშაში დასაყუდებელ ფიგურას და კაცმა რომ თქვას, ბოლომდე მაინც ვერ დავადგინეთ, თვითონაც ხედავდა თუ არა. როგორც ჩანს, ზედა სართული აჭედილი და საერთოდ გაუქმებული ჰქონდა. აი ასე მემკვიდრეობასავით გადადიოდა ერთი თაობიდან მეორეში, უაღრესად ძვირფასი, ახლობელი, მარადიული, მოუშორებელი და მიუწვდომელი, მშვიდი და უტეხი. ბოლოს კი მოკვდა. დასნეულდა მტვრითა და ლანდებით სავსე სახლში, არადა ერთადერთ მოვლენად და პატრონად სიბერიისაგან აცახცახებული ზანგი მსახური ყავდა. არც ვიცოდით ალბათ თუ იყო.
იმის ამბავს აღარ ვკითხულობდით, რა კი მაინც ვერაფერს გავიგებდით ვებერის ვანგისაგან. უკანასკნელ ხანს საერთოდ აღარ ძრავდა კრინც. ალბათ მის ემილისაც არ ელაპარაკებოდა და ამ ნებაყოფობითი სიმუნჯისაგან ეტყობა ხმაცფლად ჩაეხა და ჩაუჟანგდა. მის ემილი ქვედა სართულის ერთ-ერთ ოთახში გარდაიცვალა. ძიმე კაკლის ხის მასიურ ჩარდახიან საწოლში. ფერფლისფერი თავი დროჟამისა და მზის შუქის უკმარისობისაგან გაყვითლებულ, ობმოდებულ ბარისზე გადაუვარდა და სულიც განუტევა. ზანგიმსახური სადარბაზო კართან შეეგება, სხვებზე ადრე მისულ ქალბატონებს. შინ შეუძღვა და სანამ ისინი ჩურჩულებდნენ, კაბებს აშრიალებდნენ და ცნობის მოყოლედ აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს, სადღაც გაქრა. ეტყობა უკანა კარებიდან გავიდა და მას მერე აღარც გვინახავს. ორივე ბიძაშვილი მაშინვე ჩამოვიდა ალაბამადან. დაგრძელვაც მათ დანიშნეს მეორე დღეს. ამ ამბავს მთელი ქალაქი დაესწრო. ყველას უნდოდა უკანასკნელად შეევლო თვალი გვირგვინებში ჩაფლული მის ემილისათვის, რომლის კუბოსაც ფანქრით ნახატი მამამისის პორტრეტი ღრმაზროვნად დასქეროდა ზემოდან. ქალები ცრემლს ვერ იკავებდნენ. აივანსა და მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ყველაზე ხანდაზმული ბერი კაცებიც კი ბევრ მათგანს საგანგებოდ იმ დღისთვის ამოიღო ნაფტალინიდან კონფედერატთა მუნდირი. როგორც თანატოლზე ისე ლაპარაკობდნენ მის ემილიზე. იგონებდნენ როგორ ეცეკვათ ოდესღაც მასთან, როგორ არ შიყებოდნენ კიდეც და თვითონვე სჯეროდათ საკუთარი დაამბობის, როგორც საერთოდ შვევიათ მოხუცებს, რადგან წარსული სიფცეში ჩაკარგული გზა კი არ არის მათთვის, არამედ ერთი დიდი გაშლილი მდელო, სადაც არასდროს დგება ზამთარი და სადამდეც მხოლოდ ხელის ერთი გაწვენა აწყყოდან. ცხოვრების ერთი აწლეული. ადრევე ვიცოდით მეორე სართულის ერთ ოთახში ბოლო 40 წლის მანძილზე კაცის შვილს აღარ შეედგა ფეხი და ამ ოთახის კარი ძალით უნდა შეგვენგრია. შევანგრიეთ კიდეც. ოღონდ მერე მოგვიანებით, როცა მის ემილი წესისა და რიგისამებრ მივაბარეთ მიწას. ბევრი ჯაჯგური და დავით არაბა დაგჭირდა და მთელი ოთახი მტვრით გაივსო. არადა თითქოს საგანგებოდ საქორწილო ღამისთვის გაწყობილ ოთახში უკვე ისედაც ყველაფერს მტვრის სუდარა გადაფარებოდა. გახუნებულ ერდოს ვარდისფერი ფარდის ნაჭრებსაც, ვარდისავე მოყვანილობის აბაჟურებსაც, პატარა სარკიერ მაგიდასაც, ბროლის ჭურჭელსაც და მამაკაცის ვერცხლის ნივთებსაც, ვერცხლი ისე ჩაშავებულიყო მონოგრამა აღარც იკითხებოდა. მაგიდაზე პერანგის საყელო და ყელსახოვი ეგდო თითქოს და ეს წუთია მოუხსნია პატრონსო და როცა ვიღაც დასტვა და საყელო აიღო, მაგიდის მტვრით დაფარულ ზედაპირზე ნახევარმთვარის მსგავსი კვალი დარჩა. სკამზე კოხტა დაკეცილი პიჯაკი იდო, სკამთან კი კაცის ფეხსაცმელები და წინდები ეყარა. თვითონ კაცი ლოგინში იწვა. კარგა ხანს ვიდექით გახევებულები. უხმოდ მივჩერებოდით ერთიან უხორცო ღიმილად ქცეულ სახეს. ეთყობა ქალთან ჩახუტებულს ალესის დროს ამოხტომოდა სული და გზნების ჩამაქრობელ, სიყვარულზე ბევრად დღეგრძელ, სიყვარულის დამამარცხებელ მარადიულ ძილს სათრფო სამუდამოდ გამოეგლიჯა მისი მკლავებიდან. თუ კი რამე დარჩენილიყო მისგან, ისიც ერთიანად ჩამპალიყო ღამის პერანგის ნარჩენებში, ისიც ყოვლის მომთმენ, ყოვლის ამტან მტვრად და რკილად გაჯდომოდა დაჩრჩილულ ლოგინს. მეორე ბარიშს კეფის ანაბეჭდი შერჩენოდა და ზედ რაღაც იდო. ვიღაც დაიხარა, აიღო და როცა უჩინარი, სუნიანი მტვრით სუნთქვა შეკრულებმა ბოლოს ჩვენს გავბედეთ ახლოს მისვლა, გრძელი ფერფლისფერი თმის ყულული დავინახეთ. კონუსმენთ რადიო პოდკასტს ამერიკული მოთხრობა. პროექტის რეგიონული პარტნიორები არიან რადიო მარნეული, ინოწმინდის სათემო რადიო ნორი, ახალციხის რადიო სამხრეთის კარიბჭე და ქუთაისის რადიო ძველი ქალაქი. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
თქვენ უსმენთ უილიამ ფოლკნერის მოთხრობას ვარდი ემილისთვის, რომელიც გადაცემა ამერიკული მოთხრობისთვის წაიკითხა კოტე ჯანდიერმა. კოტე, კრიტიკოსები ამ მოთხრობაში ხშირად ხედავენ სხვადასხვა სახის დაპირისპირებებს, ზოგისთვის ესაა წარსულისა და აწმყოს დაპირისპირება, ზოგისთვის ამერიკული სამხრეთისა და ჩრდილოეთის წარსულისა და აწმყოსი. თქვენ რამდენად იზიარებთ ამგვარ შეფასებებს და შესაძლებელია თუ არა რომ ყველა ეს მოსაზრება მართებული იყოს და ეს ნაწარმოები მართლაც იტევდეს ამდენ შრეს ერთად აღებულს? დიახ, რა თქმა უნდა. იტევს და ეს თვალსაჩინო არის. დიდო სტატურად დაწერილ ტექსტში ეს დაპირისპირებები იგრძნობა მარტო თუ დააკვირდები ძალიან კარგად. ჯერ ერთი ვინ არის მთხრობელი? მთხრობელი არის ჩვენ, კოლექტიური ჩვენ. ოღონდ ეს ჩვენ არ არის აბსტრაქტული გენერაცია. ჩვენ რო შევედით და ვნახეთ ემილის სახლი, ჩვენ რომ ვინ არის ეს ჩვენ? ეს ის ახალგაზრდა თაობა არ არის, ვინც დადიოდა ქალბატონ ემილისთან ფაიფურზე აკვარელის ხატვის ასწავლებლად, ხო? არც იმ თაობის არის ემილის გასვენებაშიო კონფედერატების მუნდირები ჩაიწვეს და ისე ანუ ეს არის რაღაც საშუალო თაობა. საშუალო თაობა, რომელიც როგორც ჩანს სამხრეთის დამარცხების დროს ან ბავშვები იყვნენ, ან შემდეგი გენერაცია არის და აი ეს ჩვენ დროსთან დამოკიდებულება საოცარი ამ ჩვენის, ხო? იმიტომ რომ ფაქტიურად სიუჟეტური დრო ეს იწყება რაღაცა ეს ქრონოლოგიაც არის დარღვეულია, თუმცა სულ ტოვებს ფოლკნერი იმის საშუალებას, რომ შენ აღადგინო ეს ცვივი დრო. ეგზისტენციის ეწერა, რომ არსებობს 1000-მდე ვარიანტი ამ ქრონოლოგიური წყობის. მაგითაც შეუძლია გაერთოს ესეთი რაღაც არითმეტიკის მოყოლება. იმიტომ რომ მითითებული აქვს, აი რეალური ქრონოსი შემოდის ასეთი სახით, რომ 1894 წელს გარდაიცვალა ემილის მამა და მაშინ ის იყო 30 წლის. და მე ვიცით რომ გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. აი ამით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ, თუმცა არ ემთხვევა. იმიტომ რომ გამოდის რომ გარდაიცვალა უფრო გვიან, ვიდრე მოთხრობაა დაწერილი თვითონ, ხო? თუ დავითვლით კარგად. ერთი ფრაზა ასეთი რომ სამხრეთის ტყიან ქალაქში მერიას ჩამოყავს ჩრდილოეთიდან იანკი, რათა მოკირწყლონ ქუჩები და ეს სამხრეთული მტვერი ერთხელ და სამუდამოდ დაიფაროს უმტვერო ქვაფენილით, ხო, რაღაცნაირად. ესეც დროის ნიშანი არის. გრიერსონების სახლი განასახიერებს რაღაც მიმდინარე დროსთან დაპირისპირების სიმბოლო დგას. იმ სახლში დრო არ არსებობს. იმ სახლში გაჩერებულია ყველაფერი. ეს ტრაუმატიზმი არის. სამოქალაქო ომში დამარცხებული მხარის. ხათა შორის მან როცა მიდიან მოსამართლესთან, მოსამართლე 80 წლის კაცი იყო, ესე იგი ის სამხრეთი ახსოვს. ეუბნებიან, რომ სულმა შეგვაწუხა და რაღაცა ზომა მეიყეთო და თქვენო მე ხლა რას ვთხოვთო? ლედის უდა უთხრობ თქვენ სუნი გინდითო, ცუდი სუნი ეს ხო წარმოუდგენელია. ანდა თვითონ პოლკოვნიკი სარტორისი, რომელმაც გაათავისუფლა გადასახადებისაგან და თანაც გააკეთა სამხედრული რაინდობით. ისე კი არა რომ მოწყალებად შეეგრძნო მის ემილის, არამედ ისე გააკეთა რომ თითქოს და მის მამას უსეცხებია ქალაქისთვის და ეხლა ეს ქალაქი გაუთავებლად ამ სესხს უბრუნებს. ამის მოგონება მარტო მას შეეძლო სარტორის და ამის დაჭერება მარტო ქალს შეეძლო თვითონ ვეწერს ფოლკლორი. ჩრდილოეთის შემოსვლა რო ახსენეთ, ესეთი მოსაზრებაც არის, რომ ეს მოთხრობა გარკვეულ კრიტიკოსებს დაყავთ იზოლაციასა და ამ იზოლაციის გარღვევის წარმატებულ ან წარუმატებელ მცდელობებზე. ხო, არა ეს ზედაპირზედებს იზოლირებული გარემო და მასში შეღწევის ცდილობები, ბაშურის ცნობის მოყარეობის მომენტი რამდენჯერმე არის ხაზგასმული მოთხრობაში, განსაკუთრებით ეს როდესაც ქალბატონებს შეეხება. იმათო ცნობის მოყარეობა მომძრავებდათო და მამაკაცებსო უფრო მოწიწებაო. ეს არის იმ დაღუპული სამყაროს
ემბლემა რაც შემორჩენილი არის. ამ თხრობელის განხილვას დასკვნის სახით ხშირად მოყვება ხოლმე ესეთი მოსაზრება, რომ ესაა მოთხრობა ნეკროფილიასა და ვოიერიზმზე. სადაც ვოიერის როლში მთხრობელი იგულისხმება. რამდენად ხედავთ მთხრობელის ხმის განვითარებას მოთხრობის დასაწყისიდან ბოლომდე, როგორ ვითარდება რაღაცნაირად იცვლება თუ არა? არა, მე არ შემინიშნავს რომ რადიკალური ცვლილება. მე მგონი არ იცვლება და უცვლელი არის და ერთონალობაში ლაპარაკობ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონი არ არის მანდ. რაც შეეხება ნეკროფილიას და ეგეთ მსგავს საშინელებებს, ეს სხვაშორის ახასიათებს ფოლკლორს. ძალიან ბევრი რაღაც ძალადობა ხდება ხო, მაგრამ ეს არის საერთოდ სხვა ტიპის ძალადობა. ნუ მკვლელობაა ფაქტიურად, ხო? ოღონდ მე გრძელდება ნეკროფილიის სახით ეს დროში განვრცობილი მკვლელობაა რაღაცნაირად. მკვლელობის შემდეგ რაც ხდება გრიერსონების სახლში, ამის გამო მოთხრობას ხშირად ეძახიან გოთიკური რომანის ალუზიას, გახსენებას, რაღაცა მსგავს. გოთურ რომანში ეს არის აბსოლუტურად ესეთი აჩრდილია ის ყველაფერს თავის სახით. კმეტრად არის გაყოფილი აჩრდილთა წარმოსახვის სამყარო და რეალობა იქ. აქ სად რეალობაა და თუ აჩრდილი არის, ეს აჩრდილი არის რეალურად არსებობს წარსულის აჩრდილი არის, რომელსაგანაც ვერ თავისუფლდება. ვერც ეს კოლექტიური ჩვენ, იმიტომ რომ კერპატა ყავს წარმოდგენილი. და ვერც თვითონ ვერ გამოდის აი ამ როლიდან. ხშირად არის მინიშნებული აი როგორც კერპატა. პირველი წინადადებაშია. აი კირის მოგონების დროსაც რაღაც იმისავით გამოჩნდა. მისი ტორსია. ეს ხო მონსტრია ეს ქალი, რეალურად არის მონსტრი. ხო? არა მარტო თავის ცხოვრების წესის გამო და არა მარტო მკვლელობის გამო. მე რასაც აკეთებს და აი ამ ნეკროფილიის გამო აი ამ მონსტრუოზულ წარსულის ემბლემასთან ამას აკავშირებს სენტიმენტი ავტორს თვითონ. და რომ კითხეს რატომ ქვიო, კი მაგრამ ვარდიო, რატო ქვიო? ამან უთხრა როგორ ქალბატონსო. უნდა ვარდიო გაუწოდო ისე როგორც კაც უნდა მიესალმო იმითი რომ ჭიქავისკი აწიო, ხო? ეს სენტიმენტი და ტრაგიკულობა თვითონ ამ ქალის განცდილი აქვს ავტორს. ეს არ არის უბრალოდ გოთურ რომანში რომ აი ხდომილებაა და რეალური ხალხი აქ როგორ მოიქცევა ამ ზღურბლზე. და იმით რომ მკვლელობას არ არქმევს ბოლოში, ამით იცავს კი ბოლომდე ეს ჩვენ ვინც მაგას გვყვება მაინც რჩება მთელი ქალაქი მის მხარეზე ვიყავით ყოველთვის. ეხლაც მის მხარეზე არიან. და ალბათ ამ საშინელების ნახვის მომენტშიაც კი იმ კულულმა და ალბათ ეგ ბალიში დასვენებული კულულიც იმ სენტიმენტის. რა თქმა უნდა და აი ამ საშინელების ხილვის მერე ეს კულული რომ ადამიანს კიდევ განაწყობს სენტიმენტალურად და მის მიმართ თანაგრძნობით, ასე ვთქვათ. ხო, ეს დიდი ლიტერატურაა და დიდი განცდებია. დიდი მადლობა კოტე. თქვენ უსმენთ რადიო პოდკასტ ამერიკული მოთხრობის 26 ეპიზოდს. კოტე ჯანდიერმა ჩვენთვის წაიკითხა უილიამ ფოლკნერის მოთხრობა ვარდი ემილისთვის. ეს იყო ყოველკვირეული რადიო პოდკასტი ამერიკული მოთხრობა. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები რადიო თავისუფლების ინტერნეტ პორტალსა და სხვა მითითებულ სოციალურ პლატფორმებზე. მე გიგი გულედანი ვარ.